ლიდერი შალვა ნათელაშვილი, მოგესალმებით ბატონო შალვა, დიდი გამარჯობათ მაგა, საომშვიდობით ძვირფასო ტელემაყურებლებო. და ბატონო შალვა, ყველაზე აქტუალური და მწვავე საკითხი, მიხეილ სააკაშვილი დარჩა მოქალაქეობის გარეშე. მან თვითონ თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე უარი და გახდა უკრაინის მოქალაქე, მაგრამ მისი თქმით ორი ოლიგარქის შეხვედრის შედეგად ის დარჩა უკრაინის მოქალაქეობის გარეშეც. თქვენ როგორ შეაფასებთ ამ ამბავს? მაგ ალბათ ჯობია დავიწყოთ გლობალური შეფასებით, თუ რა პირობებში იმყოფება დღეს ჩვენი ქვეყანა და რა შიდა და გარე საფრთხეები გვემუქრება. ჩერჩილი ამბობდა, რომ ყველა კრიზისი არის ახალი შესაძლებლობა. კრიზისს აქვს თავისი საწყისი, პიკი და დასასრული. ის აუცილებლად თავდება. ჩვენ სამწუხაროდ და საუბედუროდ კრიზისის ყველა ეტაპი გავიარეთ და შევედით სახელმწიფოებრივი ნგრევის სტადიაში. დღეს ყველაფერი ქვეყანაში რის მოსპობად შეიძლებოდა ივანიშვილის რეჟიმა იავარ ქმნა. ტერიტორიები გაასხვიცა, ეკონომიკა მიითვისა, კორუფცია ოჯახებში გადაიტანა, სოციალური სფერო ააფეთქა და არ დატოვა ქვეყანაში სოციალური ფენა, პიროვნება, ოჯახი, ადამიანი, რომელიც არ დაზარალდა მათი პოლიტიკური საქმიანობის, უსაქმურობის, დანაშაულებრივი უმოქმედობის თუ დანაშაულებრივი მოქმედების შედეგად. გარდა იმ მოსახლეობის 3%-ისა, რომელმაც ჩაიგდო ხელში ძალაუფლება, პოლიტიკური, სახელმწიფო ხელისუფლება და მთელი რესურსები, მთელი მდინარება ქართული სიმდიდრისა, რომელიც მიწიდან დაწყებული სამდი არის აღუწერავი, წარმართა თავისი ოჯახის ინტერესების, ბიზნესის და შვილების საკეთილდღეოდ. ეს არის პირდაპირ გაგებით, არც არაფერი აღარ იმალება, არის შემთხვევა, რომ თქვათ, ესეთი ჯგუფები ხელისუფლების გარეთ მოქმედებენ და ასე თუ ისე რაღაცა კვლევაძიება ჭირდება ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებს თუ მოგირკიტე პირებს, რომ ეს იპოვონ. არაფერი, ყველაფერი არას დაფარული, რაც არ გაცხადდების, როგორც ბიბლია გვეუბნება, გაცხადავს ყველაფერი. სახელმწიფო სათავეშია თავარი კონტინენტური კრიმინალი ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც ეს ქვეყანა გადააქცია თავისი საკუთარი ბიზნეს სეგმენტის განუყოფელ ნაწილად და არა მთავარ ბიზნესად, თავარი ბიზნესები მისი არის გაზპრომში, Turkish Airlines-ში, Yahoo-ში, Google-ში, Daimler Chrysler-ში, იქ სადაც ჩადო და გაუშვა ეს მილიარდები და რა აქ, როგორც ეს გვპირდებოდა და როგორც უნდა გაეკეთებინა ელემენტარულად ოდნავ სამშობლოზე შეყვარებულ ადამიანს და შემდეგ მთელი ეს კოჰორტა, მამაცაშვილი, მისი დეიდაშვილი, კალაძე, მთავარი ენერგომაფიოზა, 41 მილიონერი ოფიციალურად თვით აღიარებული, რომელიც პარლამენტში ზის დეპუტატის მანდატი აქვს. მთელი მთავრობა ასევე მილიონერებისა და მილიარდერების ჯობი. ახლა გახდნენ ისინი მილიონერები, ბატონო შალვა. არა, ისინი გახდნენ მილიონერები პოლიტიკით მანამდე და პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ გაათმაგეს თავიანთი მილიონერი. თქვენ რატომ არ გახდით არასდროს მილიონერი? თქვენ პოლიტიკაში ხართ 20 წელი. ხო, 20 წელია, როგორც ივანიშვილმა თქვა, ერთადერთი ვარ თურმე, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნის გარეშე გავხდი მილიონერი, ასე თქვათ. ამით გამომარჩია მისი ფსიქიკა, მისი ინტელექტი და მისი ჰორიზონტი ვერ ცდება აი ამ მილიონერების და მილიარდების ფიქრის, ასე თქვათ, არეალს და ამიტომ ყველგან მიაჩნია, რომ აი ის მილიონერია და ის ჩემი კონკურენტია, შეიძლება მე ბიზნესი წამართვა. ეს შინაგანი ინსტინქტი აქვს, ეს ჩემზე რაც თქვა მაშინ, რომელიც ზოგიერთმა ბრიყმა ალბათ დაიჯერა, მოსახლეობის უმრავლესობამ არ დაიჯერა ეს სისულელე, ეს მისი შინაგანი მდგომარეობის სახლის ფოტოებიც გავრცელდა იმ პერიოდში. რომელიც 40 წლის წინ აშენდა და რომელიც თურმე გაირკვა სააკაშვილის აუშენები, აი ახლახანს 5 მილიონი დოლარი მოუწია ჩემთვის იმისათვის, რომ ჩემს მამაპაპურ სახლზე სადაც გავიზარდე, კიდევ ხელახლა ამეშენებიან. ნუ 1000 სისულელეს მოისმენს კაცი, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ ქვეყნის საქმე არის ძალიან ცუდად, ჩვენი ხალხის მდგომარეობა არის ტრაგიკულზე კიდევ უარესი. აი ხედავთ სად მივედით. ადამიანი იშოვის სამუშაოს, რის ფასად და როგორ, ჩამოვიდა ტყიბულელი ბიჭი და ძმის სწავლის ფული რო გადაეხადა, სტუდენტი ყავს ძმა, დაიწყო მუშაობა მშენებლობაზე და როდესაც არავით არის შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა იქ არ განხორციელდა და არც სხვაგან ხორციელდება და ჩამოვარდა და გარდაიცვალა შეტყობინებებში გვაცნობეს მშენებლობაზე დაყופულ მუშას რომ დაიღუპა მუშა დაიღუპა თურმე მე რა მუშა ის სტატისტიკაა ამ დროს ის მუშა თელ ამ კორუმპირებულ მთავრობას და მათ ოჯახებს ჯობია ის მუშა იყო საქართველოს მომავალი ის იყო თავის სამშობლოზე თავის ძმაზე თავის ოჯახზე შეყვარებული და წამოვიდა ამხელა გზაზე აქ და შეხვდა სიკვდილს იმიტომ რომ ეუბნებიან რომ შენ ახან სამუშაო იშოვე შრომის უსაფრთხოების დაცვა აღარ გინდა
რა უსაფრთხოება თუ რაღაცა დაგემართება, მადლობელი უნდა წახვიდი აქედან, რომ სამუშაო გიღებსა და ბატონო, რადგან უსაფრთხოებაზე საუბრობთ, სანამ სააკაშვილს დაუბრუნდები. უსაფრთხოებაზე არ არის მარტო ისა. ბავშვთა სამყაროს დირექტორი დააკავეს, სწორედ იმიტომ რომ არ იყო უსაფრთხოება დაცული. მასეს ბრალდება. თქვენ რას ფიქრობთ, რატომ დააკავეს ეს ადამიანი? გეტყვით, ამაში დამნაშავე ხართ თქვენ და მეც. ტელევიზია იბერია და მეც თუ გახსოვთ როცა მე მეგონა პირადად მე დანაშაულებ როცა დაიწყო ეს სავაჭრო ობიექტი იბერია რატომ არის დამნაშავე გეტყვით როცა დაიწყო ეს სავაჭრო ობიექტი რამაც ძალიან დიდი ტრაგედია გამოიწვია პიროვნული და ის ადამიანები რომლებიც ახლა გამწარებულები დადიან ქუჩაში თუმცა რა თქმა უნდა ყველა ჩვენი შეცდომის შედეგებს ვკრეფავთ ისინი თავგადაკნული მომხრები იყვნენ აი ამ კრიმინალის როცა მოდიოდა და გვატყუებდა რომ ბაზრამდე თვითონ მიგვიტანდა პროდუქციას ყველანაირს მაგრამ ეს არაფერ შუაში არ არის ამასთან იმ ტრაგედიასთან რაც მოხდა დღესაც აგერ გარეცხედან და მიტინგებს და აქციებს ატარებენ ეს მაჭავარიანი ეს ბატონი მაჭავარიანი ხო გვარა დირექტორი გამოვიდა იბერით იბერიაზე მახსოვს მე იქ უყურე შეიძლება სხვაგანაც მისცა ინტერვიუ და ფაქტიურად დაადასტურა რომ ბავშვთა სამყაროს მეწილი არის ბიძინა ივანიშვილი არ გახსოვთ თქვენ? რით დაადასტურა ბატონო შალვა? ბიძინა ივანიშვილი ჯერ მე გავაკეთე განცხადება რომ ივანიშვილმა დაწვა მეთქი ივანიშვილის ინტერესებში იყო მეთქი დაწვა ამ ობიექტის რომ მან კარფური ააშენოს ცენტრში ეს მისი ოცნება ჩვენ ნამდვილად ვიცით და წყაროებით ერთი კარფური ააშენა შემოსასვლელში მეორე კარფური ააშენა აეროპორტის გასასვლელში მესამე აქვს აქ ზევით რაღაცა მაღაზია რო არის დიდი შეკედლებული არიან ქარვასლა ხო შეკედლებული არიან რომელიღაც სართულზე და ამიტომ მისი გეგმებია რომ ვაგზლის მოედანზე ცენტრ ააშენოს ძალიან დიდი კარფური. შესაბამისად, ახლა შეიძლება თვითონ არ ეჭირა ეს ასანთი, მაგრამ იქ თანაშემწეებმა და უამრავმა ვლიქრონებმა, ვინც მის გარშემო მტრელებს, კარგად ასიამოვნეს და როცა მე ეს ვთქვი, გამოვეპასუხე ეს საწყალი ეს მაჭავარიანი ღმერთმა კარგად ამყოფოს საწყალი იმ გაგებით რომ დაჭერილია და სოლიდარობას უცხადებ არაფერ შუაში ზაბზაგებისთან არ არის ამ დაწვასთან. გამოვეპასუხა ალალად და მითხრა მე რა რომ მეწილია ბიძინა ივანიშვილი 3 მილიონი ჩადო და მოახმარა იქ ობიექტების სრულყოფას და რემონტს და რაღაცეებსო. ანუ ფაქტიურად დაადასტურა იმ დირექტორმა მაშინ რომ მეწილე გახდათ ბიძინა ივანიშვილი და შესაძლებელია მას ინტერესი ქონოდა სხვანაირიც ამ ობიექტთან. აი ამის გამო დაჭერილი ეს არაპატია ეს გადაიცა თუმცა დღესვე გირაო შეეფარდა მას. არა, რა მნიშვნელობა აქვს? არაპატიეს ეს განცხადება, იმიტომ რომ ფაქტურად გაშიფრა და რეალობა თქვა ეს დარეგისტრირებულია თან კვიპროსშია დარეგისტრირებული. ახლა გამიგია რაღაცა სერიოზული ბიზნესი წაიღო და კვიპროსში დაარეგისტრირო. აი ესეთი რაღაცა ნახევრად სამხედრო, ნახევრად კოსმოსური, ნახევრად ინოვაციური, მაგრამ ბაზრის დარეგისტრირება და მაღაზიაში კვიპროსში სინდისი აქვს ამას რატო აკეთებენ ხო იცით? გადასახადები რო არ გადაიხადონ. მოგების გადასახადს აღარ იხდის. ოფშორში ვინც არის დარეგისტრირებული. თაღლითობა სახელმწიფოებრივ დონეზე აყვანილი და კარგი, მოდით მიხეილ სააკაშვილს დაუბრუნდეთ. ბატონო შალვა, მე კითხვა დაგისვით და გაგიმეორებთ. როგორ ფიქრობთ? აი ჩვენი ხელისუფლება ამბობს, საქართველოს ხელისუფლება, რომ ეს არის უკვე გაკოტრებული პოლიტიკოსი. ეთანხმებით თუ არა თქვენ? სააკაშვილი არის გაკოტრებული პოლიტიკოსი. საქართველოს ეს ხელისუფლება და ამ ხელისუფლების მეთაური ბიძინა ივანიშვილი მათი თქმით ამ გაკოტრებულ პოლიტიკოს აფინანსებდა 10 წლების განმავლობაში. ვარდების რევოლუციის დაფინანსება მთლიანად გადაერია ბიძინა ივანიშვილის მხრებზე. ვარდების რევოლუციის შემდეგ სააკაშვილის და ნაცმოძრაობის ხელფასებმა ოფიციალურმა ფონდი შექმნეს, ოქტამი არ აეღოთ მათ და ივანიშვილი თავისი ჯიბიდან აძლევდა ასეულობით მილიონს და საბოლოო ჯამში მილიარდ ნახევრამდე გამოიყვანა, ხო, თვითონ დათვალა და განაცხადა ამდენი მივეციო, ხო? ისევე როგორც ბიძინა ივანიშვილი ყიდულობდა სააკაშვილის რეჟიმის სპეცრაზმელებისათვის. აი აქ რო დაგარბიეს მაშინ რო დახურეს ეს თქვენი ტელევიზია, აქ ვათენებდით დღე-დღამე, აქ ვიყავით პოლიტიკური ძალები მაშინ, ხო? ის გლანის ეკლესიის დარბევა, ის 7 ნოემბრის დარბევა, ის ციხის ბუნტი, სულ ყველაფერი მთელი ეს ეკიპიროვკა ნაყიდი იყო ბიძინა ივანიშვილის მიერ. აი მე არ მიყვარს ორსახოვანი იანუსობა, არც ჩემში და არც სხვაში. ობიექტურები უნდა ვიყოთ. ერთია იმას რაც ცოდვები აქვს ჩადენილი. მეორე ამ ცოდვებს ვინ ადენინებდა, ვინ ამატებებდა კიდე ახალ ცოდვებს, ვინ აკეზებდა, ვინ უწყობდა ხელს და ეს ბატონია. ბიძინა ივანიშვილია. სააკაშვილს აკეზებდა? სააკაშვილს აკეზებდა კი არა. ყველაფერს აკეთებდა რაც უნდა ბიზნესშიც და საბოლოო ჯამში ახელფასებდა, მის ოჯახს აფინანსებდა. ეხლა ქალბატონ სანდრას 4 მილიონი გადაურიცხა რადიო მუზაში. თქვენ გაიგიათ იმ რადიოს ნარჩენები, მის შემდეგ რაც სააკაშვილი წავიდა აქედან. ხო და ეს კაცი გამოდის ურცხვი პირით და მემაბრალებს სააკაშვილთან ალიანსს და ნაცმოძრაობასთან ალიანსს და
აქვე ამატებს რომ სააკაშვილიზე უარესიაო და ამას რატომ ამბობს ხო მეცით ეხლა სააკაშვილი შორს არის და ნაკლები საფრთხე გონია მისგან მე ახლა აქ ვზიო არ მე ვერ გამაძევი ვერც პოლიტიკიდან ვერც ქვეყნიდან ვერც მოქალაქეობიდან და შესაბამისად ეს შიში აქვს იცის რომ დადგება დრო როცა მას მუამარ კადაფისა და სადაფ ჰუსეინის ბედი ერთობლიობაში ემუქრება ერთობლიობაში რა თქმა უნდა ეშინია აბა ჩვენზე მეტი რეიტინგული პარტია რომელიც მას ებრძვის მე მგონი ქართულ პოლიტიკურ არენაზე ადარჩა პარტია რომელსაც მასთან არასოდეს არ უთანამშრომლია პარტია რომელიც მას არასოდეს არ უყიდია და არ დაუფინანსებდა და ვერც გაბედავდა ამას და ვერც გააკეთებდა მარტო ერთი ფაქტი რო ავიღოთ ამისი უზნეობის მე არ მინდა ძალიან ემოციებში გადავარდე საერთოდ ჩვენ პოლიტიკა ისედაც ძალიან ემოციურია და ეს არ არის მთლად კარგი სულხან მოლაშვილი რომელიც აწამეს 2005 წელს სიგარეტები მიაწვეს და კაცი ფაქტურად მოკლეს ხო იმის შემდეგ კიდევ რამდენი მილიონი დააფინანსა რეჟიმი ბიძინა ივანიშვილმა ის სურათები ხო ქონდა ნანახი მე ის ფოტოები გადავაგზავნე ოსლოში ნობელის პრემიების კომიტეტში მაშინ წარდგენილი იყო მიხეილ სააკაშვილი იუშენკოსთან ერთად მაკეინისა და ჰილარი კლინტონის ხელმოწერით ნობელის პრემიაზე როგორც ფერადი რევოლუციების და ახალი ტალღის ლიდერები აღმოსავლეთ ევროპაში და ჩაუგდე იუშენკოს დაისაჯა ამის გამო ჩაუგდე ნობელის პრემიობა და ეს სურათები გავრცელდა ყველგან და მათ შორის ამანაც ნახა ბიძინა ივანიშვილმა და ამის შემდეგ კიდევ ასეულობით მილიონი დოლარი აჩუქა ისევე როგორც 7 ნოემბერს სოლოლაკიდან ნასიამოვნები გვიყურებდა როგორ გვირტყავდნენ როგორ გვწამლავდნენ როგორ გვესროდნენ მის მიერ დაფინანსებული სპეცრაზმელები და არ მარტო ნასიამოვნები გვიყურებდა არამედ ამ დარბევის შემდეგ ელიტ ელექტრონიქსიდან ყველა სპეცრაზმელი 500 კაცი დააჯილდოვა და შესთავაზა ამუერჩიათ ოჯახისთვის სარეცხი მანქანა უნდა და მაცევარი უნდა და ტელევიზორი უნდა და თუ რა უნდა და ასეც მოხდა ამის შემდეგ აი მუზნეობის ზეიმის ფონზე რასაც ეს კაცი წარმოადგენს კაცი მაპატიეთ ეხლა კაცრო ვადარებ ამ არსებას ხო და მისი გარემოცვა მასზე უარესი კიდევ შეიძლება ვიფიქროთ რომ რამე გამოსავალი იქნება უკეთესობისაგან ქვეყნისთვის და ეს ზაფხულის როგორია იცი მე ზაფხულში მაქვს ძალიან ცუდი წინათ გრძნობა და ღმერთმა ეხლა ეს არ ახდენს. რა წინათ გრძნობა გქონდა? რა გაგებით, იცი, ყველა უბედურება და ტრაგედია საქართველოს დაემართა ივლის-აგვისტოში. ჯერ და გაიხსენეთ 91 წელი. ივლის-აგვისტოში დაიწყო ეროვნული მთავრობის რღვევა, იქ ტანკებზე გადაჯდომა, იქ გეკაჩეპე მოსკოვში, საგარეო საფრთხებიც აი ამ პერიოდში, ისევე როგორც ომი აფხაზეთში დაიწყო აგვისტოს თვეში. გახსოვთ 14 აგვისტოს. სადაც თქვენი ძმა დაიღუპა ახალგაზრდა ჯიშიანი მართლა ჭაბუკი და ქართველი, ხო? ისევე როგორც 8 აგვისტოს ის ცხინვალის ომი რუსეთის შემოსევა. ამჯერად რას ელოდებით ბატონო შალვა? არა, ამჯერად რას ველოდები? ამჯერად კარგს არაფერს ველოდები, ერთადერთი ღმერთს ვთხოვ, რომ კიდევ იქით არ წავიდნენ, უფრო იქით და კიდევ არ ჩამოგტეხონ ტერიტორიები, თავიანთი უმოქმედობით, თავიანთი მოღალატეობრივი პოლიტიკით, კიდევ არ წაგვართვან უფლებები, კიდევ არ დაგვიძვირონ, კიდევ არ გაყარონ ხალხის დამატებითი მასა საზღვარგარეთ არ აიძულონ რომ გავიდნენ. ეხლა გაზის დაძვრობა იქნებოდა. რამდენიმე კვირის წინ აზერბაიჯანულმა კომპანიამ, რომელიც გაზს აწვდის საქართველოს, $120-დან $105-მდე ჩამოიყვანა გაზის საფასური. ამათ შეკრიბეს ის კომისია მარეგულირებელი და გააძვირეს გაზი ახლა თბილისში ვერ გაბედეს, ახლა ამას ტრაბახით არ ამბობდა ტარიფებს ასე თუ ისე ვაკონტროლებს ჩვენ უკვე 20 წელია ლეიბორისტული პარტია ბერჯელ დაგვიაფებია, ბერჯელ არ მიგვიწია უფლება რომ ძალიან ღორულად გაეზარდათ წინა რეჟიმებისთვისაც მათ შორის. ეხლაც არ მოცილებია ჩვენი აქტივი იმ კომისიას გახსოვთ ალბათ თქვენ უყურებდით ამ ყველაფერს, ვერ გაბედეს თბილისში 0.5 თეთრზე მეტი დაძვრება. მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ არჩევნების შემდეგ ამას არ იზავენ. კარგი, ბატონო შალვა, მოდით ზუგდიდში დაუძვირეს 20 თეთრამდე, სხვადასხვა NDI-სთან დაკავშირებით მინდა კითხვა დაგისვათ, მართალია თქვენ განაცხადეთ, რომ არენდობით NDI-ის კვლევებს. თქვენ კითხვას დავამთავრე, მაშინ რაც გამისვით თვითონ ექს-პრეზიდენტზე მოქალაქეობის საკითხს. აი, რაც მოგივა დავითაო, ყველა შენ თავითაო, ნათქვამია. მას არ უნდა ეთქვა საქართველოს მოქალაქეობაზე უარი. მთელი ტრაგიზმი ამ სიტუაციის მისთვის, ხო, დაიწყო აი აქედან. არ შეიძლება ახლა ამ წუხელიძე რატო ეროვნული გმირი? ახლა ეროვნული გმირს კი არ ვადარებ. არ თქვა საქართველოზე უარი პასპორტზე, დროშას არ დააბიჯა. არ შეიძლება საქართველოს მოქალაქეობაზე პოლიტიკოსმა, აღარ ვამბობ პრეზიდენტად ნამუშევარ კაცზე უარი თქვას. და შესაბამისად მე წაეწყოს ყველაფერი, ასე რომ აი ეგ სიტუაცია აქვს. რა თქმა უნდა, ახლა ორი ოლიგარქის გარიგება რო არის და ეს პოროშენკო და ივანიშვილი რო ერთი ბიზნესმენის გაკეთებულები არიან, ეს ფაქტია. ანუ ამაში ეთანხმებით თქვენ სააკაშოს. ეს მან განაცხადა სწორედ. ეს კი მან კი განაცხადა. ეს მან კი განაცხადა 20 წელია მე ვაცხადებ, რომ ოლიგარქები დაღუპავენ საქართველოს, ოლიგარქები დაღუპავენ სოფლიოსაც, მათ შორის. მოსახლეობის იმ დღეს გამოქვეყნდა სტატისტიკური მონაცემი, რომ 8 მილიარდერი, აი Forbes-ის რეიტინგებში
ფლობს იმდენ ქონებას და სარჩოს, რაც ეყოფოდა 3 მილიარდ ადამიანს დედამიწაზე. ეს არის გლობალური საკითხია, გლობალური უსაფრთხოების პრობლემა. ამას კაცობრიობა აუცილებლად გადაწყვეტავს, მაგრამ უბედურება ის არის, რომ აი ჩვენი პოლიტიკოსები ჯერ გაუგორდებიან ამ ოლიგარქებს, მოწვეულმა ძუძუს, დაიფინანსებენ თავს. მისცემენ საშუალებას რომ მოძლიერდნენ და პოლიტიკაში მოვიდნენ და მე როცა ისევე ისინი სხდებიან მათი მსხვერპლები ამ ოლიგარქების მათი გამოზრდილი და დაფრთხიანებული ხო მე რეტირიან და მოთხოვენ ოლიგარქს არ უნდა გაეკარო ოლიგარქი არ უნდა მოუშვო პოლიტიკასთან ახლოს ოლიგარქი უნდა ყავდეს აი ესე კონტროლზე როზგის ქვეშ უნდა უწყობდა ხელს რომ ბიზნესი განავითაროს და სამუშაო ადგილები შექმნას რაც შეიძლება მეტი და მოსახლეობას ღირსეული ანაზღაურება მისცეს და ბიუჯეტში გადაიხადოს გადასახადი მაგრამ როგორც კი დაინახავ რომ პოლიტიკის კი აქვს თვალი გაშტარებული იმავე წუთს უნდა ისეთი მიიღოს მან ისეთი პანჩური პოლიტიკური რომ არასოდეს მას და მის თანატომელებს ასეთი გრძნობა არ განუვითარდეს აი როცა შევარდნაძემ როდესაც სააკაშვილმა უნდა ყავდეს აი სახელმწიფოებრივი როზგი როზგის ქვეშ იმ გაგებით რომ არ უნდა აჩუქო რასაც დაადებს ხელს არ უნდა ჩაუგდო ხელში ის რა ქვია ვერესხეობა ლაგუნავერე ბოტანიკური ბაღები ბიზნესები ბანკები არ უნდა გაუხსნა ქართულ ბანკი მაგალითად სადაც გაათეთრა მთელი რუსეთში ნაშოვნი შავი ფული და მე გადარიცხა ოფშორებში ეს ყველაფერი ხდებოდა შევარდნაძის და წინა პრეზიდენტის დროს მათი ხელშეწყობით მე რა თვითონ ხდებიან მსხვერპლები მაბადეთ აი ამ ყველაფრის და მე რა მოსთხოვენ და ტირიან მაგრამ უბედურობა ისაა რომ თვითონ კი არ ხდებიან მარტო მსხვერპლი ქვეყანა ხდება მსხვერპლი ქვეყანა ინგრევა, ქვეყანა გვეცლება ხელიდან ახლა გუში აქცია ქონდა ჩვენ ამ სიცხეში მოვიდა ჩვენი აქტივი კიდევ ერთხელ მადლობას ვეუბნები კანცელარიისին ატამი აი ატმის პრობლემა ვერ გადაწყვიტეს და რომელი გლობალური საკითხების მონგვარებლები არიან და ტერიტორიული მთლიანობის ხო მივიტანეთ და უთხარით თავრობის ხდომა მიდიოდა რომ აგერ იმ მოპარულ ბიუჯეტიდან მილიონერ დესერტა დააყოლეთ და ნახეთ რა გემრიელია იქნება აღგეძრათ კულინარული სურვილი მაინც რომ ეს დარგი გადაარჩინოს და არ გაჩეხოს იმ გლეხმა ეს უძურფასესი პროდუქცია რომლის მოყვანისათვის კრედიტები აქვს აღებული გურჯანელებს ჩუმლაყელებს და იმათ კრედიტები აღებიეს ხალხს და არავით არ გარანტია არ მისცეს ჩაბარების და რეალიზაციის და გასაღების რა პრობლემა იყო გურჯანში 1.5 მილიონი დოლარი ჯდება ერთი წვენების გადამამუშავებელი ქარხნის ჩადგმა თან არავითარი კაპიტალური მშენებლობა მას არ უნდა პირდაპირ მოდის პანელები ეწყობა დანადგარები არაფერი პრობლემა არ იყო მაგრამ ეს არ აინტერესებს რატო იცით მაგა ხალხი რაც იქნება გამოკვებული დახელფასებული დასაქმებული წელში გამართული ნაკლებად სამართავი იქნება მათგან ვერ დაუწყებენ აი ესე მართვას ვერ გადაუგდებენ არჩევნების წინ ასლარს ტომარაბ ქვილს და ვერ მოისყიდიან ხმებს და ვერ მოვლენ ხელისუფლებაში ადამიანები უკვე სხვა პრობლემებს დაიწყებენ ფიქს და არ უნდათ რომ აი გლობალურ პრობლემებზე ეროვნულ პრობლემებზე სამართლიანობაზე კანონიერებაზე ზნეობაზე აფიქრონ ხალხი აი ამ ბინძური ვერცხლით და ბინძური ფულით ბატონო შალვა რომელსაც ჩვენ ვხმარავენ თბილისში არჩევნები ხო რომ ტარდებოდეს გამარჯვებულის გამოსავლენად მეორე ტური გახდებოდა საჭიროა ეს არის ერთ-ერთი დასკვნა NDI-ის რომელზეც თქვენ განაცხადეთ რომ არენდობით მაგრამ ყოველ შემთხვევაში აი დასკვნა 1%-ს მიწერენ 25 წელია მქონია ახლა რეიტინგი 80%-იც მქონია 1%-იც 2012-ში როცა ეს ქვეყნის გადამრჩენი მოვინა ჭორვილა და ლეიბორისტულ პარტიას. ჩვენი რეიტინგი არ ჩამოდის 20-25%-ის დაბლა. არასოდეს. გარდა ვიმეორება ესეთი პერიოდებისა, როცა გამოჩნდებოდა ყველა ვერცხლი და ხალხი ფიქრობდა რომ არიქე ეშალ მომენტ ჩვენთან იქნება. არიქე ეს არ გაუშვოთ ხელიდან და აგერ შედარებას ნახულობთ სამწუხაროდ. ამიტომ ეს NDI ნუ რაღაცა ამოუხსნელი ფენომენია ჩემთვის. თვითონ ქალბატონი ლორა რომელიც არის NDI-ის დირექტორი აქ ძალიან სანდომიანი ადამიანია, უდიდეს პატივსცემ, უწესესი ადამიანია, მაგრამ იქ ისეთი პროცესებია, იქ ვაშინგტონში ზის რეგიონალური დირექტორი ერთი ქალბატონია ძალიან ცუდი განწყობის ყველას მიმართ გარდა ხელისუფლების. უკვე 20 წელია ესე იგი ისე გამოიყურება არც დაბერდა არც პათოსი შეცვლია თუმცა ხელისუფლებას არ აქვს ძალიან კარგი მონაცემები ამ გამოკითხვაში როგორ არ აქვს კარგი მონაცემები თვითმმართველობა მაგალითად ფაქტიურად გაანადგურა ამ მონაცემებს ქურდ და ყაჩაღ კალაძეს თბილისის მერობის პოსტზე დაუწერეს 30%. რისი 30% აქვს ამ ავტოგოლების ავტორს, ამ მილიონების დამტაცებელს, ამ 20 ჰესის მიმთვისებელს
ამ ყველა კრიმინალური საქმის მამამთავარს და დამწყებს და წარმართვეს მომავალში რა ახალგაზრდობა არ იცნობს მას, ძველგაზრდობა არ იცნობს. ნეპოტიზმი არისო და არაპროფესიონალიზმი მთავარი პრობლემებია. ყოველ შემთხვევაში ეს წერია. ეს NDI გახლავთ არც სოციოლოგიური ორგანიზაცია არ არის, არც არასამთავრობო ორგანიზაცია არ არის, ეს გახლავთ ბიზნეს კორპორაცია. ეს ბიზნესი ეს გამოკვლევები მაგათით ჯერ აფინანსებდა შვედეთის განვითარების სააგენტო ამათ ხალხ გამოკვლევებს თქვა ხო გახსოვთ 2012 სააგენტოს უწევდნენ 80%-ს და რა შედეგი დაიდო არჩევნებზე მე ახლა უნახიათ ბრიტანეთში სპონსორი რაღაცა ორგანიზაცია სინამდვილეში ეს არის აქედან გადარიცხული თანხები ივანიშვილისგან რომელიც ტრიალდება მე თესდება და ვითომ ის ორგანიზაციები აფინანსებენ. აი ეს არის ბინძური გარიგება. ივანიშვილმა დააფინანსა, 2012-ში სააკაშვილს ჰქონდა 100%. არა, მაშინ სააკაშვილი აფინანსებდა. უფრო ადრე შევარდნაძე აფინანსებდა. აი ესე იყო ამ ორგანიზაციის ბედი და ისტორია და ეხლა მე იძულებული ვარ უკვე რომ კონგრესს ვაცნობო სიტუაცია და მივწერო პირდაპირ აი იქ როცა შექმნილია საგამოძიებო კომისია რუსეთის ამერიკის საარჩევნო პროცესებში ჩარევაზე ერთ-ერთ ეპიზოდად განიხილონ საქართველოს NDI-ის განყოფილების საქმიანობა, არა ვთქვათ ქალბატონ ლორას, ვინც აქ მუშაობს და არაფერს შეერა მე დარწმუნებული ვარ. არამედ მთლიანად მიმართულებაზე, ვინც მუშაობს და განსაზღვრავს ამ დანაშაულებრივ პოლიტიკას და პრაქტიკულად ანტიქართულ და ანტიამერიკულ საქმიანობას ეწევა. რუსი ოლიგარქის იმიჯზე მუშაობენ. ახლა ნუ მეტი რაღა უნდა იყოს ამერიკისთვის მიუღებელი და დაუშვებელი. ამიტომ ვიმეორებ რომ ყველა ორგანიზაცია ასეთი არ არის, იგივე ვთქვათ ამერიკული ორგანიზაცია, ძალიან ღირსეულად მუშაობს რესპუბლიკური ინსტიტუტი საერთაშორისო ობიექტურია მაქსიმალურად და თანაბარ ყურადღებას აქცევს ყველა პარტიას ხელისუფლებისასაც და ოპოზიციურისაც საბედნიეროდ ყველა ასეთი არ არის მაგრამ გვაქვს მაგალითები რომელიც არ უნდა ავიღოთ სახელმძღვანელო და ასეთი NDI. დიდი მადლობა. ასევე მინდა კითხოთ პარლამენტსა და პრეზიდენტს შორის არსებული კონფლიქტის შესახებ. ანადოლიძეს მაგალითად ბატონი გიორგი ეძახა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის თავმჯდომარემ. შემდეგ პრეზიდენტმა დაიცვა ანადოლიძე. სხვადასხვა ჩვენს ეთერში გააკეთა ანადოლიძემ ირაკლი კობახიძის მიმართ გამონათქვამები იხმარა, ის არის ქართული პოლიტიკის შარიკოვიო და ასე შემდეგ და შემდეგ უკვე პრეზიდენტმა დაიცვა ანადოლიძე. აი ამ კონფლიქტთან დაკავშირებით რა სიტყვით ესე უნდა იყოს ეს? პირველ რიგში მიდის ანტიკონსტიტუციური გადატრიალება, სახელმწიფო გადატრიალება ხალხს ართმევენ უფლებას თვითონ აირჩიოს თავისი ქვეყნის პრეზიდენტი, აი ეს არის თავში სახლელი და ამაზეა საფიქრალი და ამაზე ვფიქრობ, რომ ეს აგვისტო-სექტემბერი ეფექტურად იქნება გამოყენებული კრიმინალი ივანიშვილის მიერ, რომ ეს გადატრიალება მიიყვანოს ბოლომდე და მოსპოს ანუ საკონსტიტუციო ცვლილებებს გულისხმობს ამას. არა მარტო, ქურდობა, კორუფცია, მიტაცება, ბიზნესის გაფორმება, გადაფორმება და მათ შორის საკონსტიტუციო ანტიკონსტიტუციური გადატრიალება მისი მიზანია ამ უსახო პიროვნების, რომ არასოდეს დაიბადოს საქართველოს და ქართულ პოლიტიკაში ფიგურა, რომელიც მისგან არ იქნება კონტროლირებადი, მისგან არ იქნება დაფინანსებული, მისგან არ იქნება მორჩილი და ამისათვის ის ხალხის მიერ პრეზიდენტის არჩევის ინსტიტუტი ძალიან ცუდად ეხედვება წინ და ამიტომ მთელი მუშაობა გადართულია მისი რომ მომავალი მოგვისპოს ამ სიტყვის პირდაპირ გაგებით. ამიტომ დოლიძეც პრეზიდენტიც ამ თემაზე უნდა მუშაობდნენ და ეს უნდა იყოს სტრატეგია და ეხლა იმ პრეზიდენტს კარავი უნდა ქონდეს დადგმული უკვე სტრასბურგში ამ მთავრობის სახლის წინ. კარავი უნდა ქონდეს დადგმული და ხალხს უნდა დაუძახოს და უთხრას რომ აი ხალხო მე კი არ მაყენებენ ვნებას თქვენ გართმევენ უფლებას თქვენი ქვეყნის ხელმძღვანელი აირჩიოთ ან უნდა განცხადება ქონდეს გაკეთებული გადადგომაზე და ამით გამოიწვევს ხელახალ არჩევნებს და ის კონსტიტუციური პროექტი ჩავარდება უკვე ვეღარ გაიტანენ იმ მოდელს რომელიც შეიმუშავეს ეხლა რაც შეეხება ამ ორი პიროვნების კამათს რა თქმა უნდა არასასიამოვნო მოსასმენია როცა პარლამენტის თავმჯდომარე და კონსტიტუციონალისტი აცხადებს რომ თურმე დებატისა და აზრის გამოთქმის უფლება ქონია მარტო საჯარო პოლიტიკური თანამდებობის პირს მაშინ როცა ეს არის საკაცობრიო მიღწევა და ადამიანის უფლებათა დეკლარაცია ამბობს რომ ყველა ადამიანს აქვს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება მით უმეტეს დოლიძეს რომელიც პოლიტიკაში იყო სხვადასხვა და მიუხედავად იმისა რომ მისი იდეოლოგია ჩემთვის მოუღებელი და წარმატებული და ძალიან ნიჭიერი პიროვნება. ეს ნუ იმ აისბერგის გარე გამოვლინება გახლავთ, რაც აი შიგნით, აი ხალიჩის ქვეშ ბულდოგების ბრძოლაში. მადლობა, ბოლო შეკითხვა უნდა დაგისვათ და დაგემშვიდობოთ ბატონო შალვა. თვითმმართველობის არჩევნები ახლოვდება, რას აპირებთ თქვენ? თვითმმართველობის არჩევნებით ჩვენ ვიწყებთ ივანიშვილის რეჟიმის დემონტაჟს.
ივანიშვილის რეჟიმი იმედი. უნდა იქნას გაშვებული პოლიტიკიდან, უნდა მოხდეს მათი გაკულაკება დემოკრატიულად, მათ მიერ მოპარული ქონება უნდა წამოვიდეს უკან ბიუჯეტში, უნდა დამთავრდეს საბანკო დიქტატურა ქვეყანაში და საბანკო კაბალისგან უნდა განთავისუფლდეს ჩვენი ხალხი და ჩვენი ქვეყანა. ამისათვის მარტო ერთი არჩევნები არ იქნება საკმარისი, ადგილობრივი არჩევნები არის ეტაპი იმისათვის, რომ ჩვენ ივანიშვილი ვიხილოთ საბრალდებო სკამზე, რისთვისაც მე მას მინდა ვუსურო რკინისებური ჯანმრთელობა, რომ მან თავისი ხელით მოაწეროს იმ თამაშუქებს ხელი, რომლის თანახმადაც მისგან მოპარული მილიარდები, საღდრისიდან დაწყებული, ოქროთი დაწყებული და მთელი ჩვენი რესურსებით დაგვირგვინებული, ისე უკან მის პატრონს, მის უდიდებულესობა ქართველ ხალხს დაუბრუნდება. და ეს ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ, თუ არ გავიყიდებით ვერცხლზე. ყველას ეხება ეს პოლიტიკოსსაც და მომრჩეველსაც. დიდი მადლობა ბატონო იმედია ზაფხულს ძალიან არ გაჭირმავთ დასვენების კუთხით. რა თქმა უნდა ჩვენ სექტემბერში ავსებებთ მოუთმელად. დიდი მადლობა ბატონო შალვა, ქვეყნის მთავარი